ამ ვიდეოში მხოლოდ ქართული ოცნება ლაპარაკობს. ნაგას საქმეთა სამინისტრომ იცოდა რომ იყენებდა წყალს, იყენებდა გამორთულ ნივთიერებას, იყენებდა გამორთულ გამხსნელს. არასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. ვინმე სიტყვაზე უნდა ვენდოთ? წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაემოწმებინა. ვახტანგ გომალაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. ისე როგორც საქართველოს მთელი დანარჩენი მსოფლიო წყალში ურევს ნივთიერებას. თავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდა ის უხდათ. თავი მოვუყარეთ იმ განცხადებებს, რომელშიც ისინი პასუხობენ კითხვას. გამოიყენეს თუ არა რომელიმე ქიმიური ნივთიერება შარშან პროევროპული აქციების მონაწილეების დასაშლელად და თუ გამოიყენეს რა. ეს თემა ერთი წლის თავზე BBC-ს გამოძიებამ გააცოცხლა, რომლის თანახმადაც ქართული ოცნების ხელისუფლება მიტინგების დასაშლელად წყლის ჭაობში სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერება ბრომობენზილციანიდი, ცნობილი როგორც კამიტი დაამატა. is actually exceedingly dangerous. We don't know the exact dosages or how often the chemicals were added. კამიტი ქიმიური იარაღია, ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას. მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. იგივე სიმეორებენ დეპუტატები პარლამენტშიც. ის ნივთიერება კონკრეტულად რაც იყო მითითებული BBC-ს სიუჟეტში, ის კონკრეტული ქიმიური ნივთიერება შესწავლით უკვე დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ არ იყო გამოყენებული. ეს ბატონმა გეკაგელაძემ მტკიცებით ფორმაში განაცხადა და აიღო სრული პასუხისმგებლობა. კამიტე საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს ბუნებაში. მათ შორის არ უყიდია ერთ ნაციონალურ მოძრაობას. ესევე როგორც საქართველოს მთელი დანარჩენი მსოფლიო წყალში ურევს ნივთიერებას, რომელიც განსაზღვრულია შესაბამის კონვენციებით, ანუ არის ლეგალური. არადა ამ მტკიცებას ეწინააღმდეგება და მინიმუმ ინტერპრეტაციის სივრცეს ტოვებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის კომენტარი. ის პირველი იყო, ვინც BBC-ს გამოძიებას გამოეხმაურა. ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული. მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს. ახლა ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ გომელაურს არათუ კამიტი არ უგულისხმია, არამედ არც ნაციონალებს გამოუთხრიათ კატა. ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებების შესყიდული, უბრალოდ გაგისურდა თიბედები და ეს არ არის კამიტი. არავითარ შემთხვევაში არ დაუდასტურებია ვახტანგ გომელაურს ის, რომ ნივთიერება კამიტი იყო გამოყენებული. ფხვნილი შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება. წესით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაემოწმებინა ის, თუ რა ნივთიერება შეიძინა მანო მერაბიშვილმა 2009 წელს. ვახტანგ გომალაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდა რომ იყენებდა წყალს, იყენებდა გამორთულ ნივთიერებას, იყენებდა გამორთულ გამხსნელს. სიმართლის გარკვევაში ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ქართული ოცნების სპიკერებისგან სხვა ბევრი რამ გავიგეთ. მაგალითად, წყლის ჭაობში ნამდვილად იყო გარეული ქიმიური ნივთიერება. ნივთიერება იყო გარეული, მთავარია იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. ნივთიერებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2009 წელს შეიძინა. ის ნივთიერებები, რაზეც საუბრობდნენ კონკრეტული ადამიანები, იყო 2009 წელს შეძენილი. ეს ნივთიერებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის აქციების დროს ირაკლი ყობახიძის თქმით, სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, გამოიყენა. იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები გამოყენებული 24 წლის აქციების. იქნებოდა სავარაუდოდ, რა თქმა უნდა. შეძენილი ნივთიერებები ხდება BBC-ს გამოძიებაში მითითებული კოდის UN 34-39-ის ქვეშ. ეს ნივთიერებები, რაც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ. იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული და შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები, რა თქმა უნდა. არააკრძალული ნიშნავს, რომ იმთავითვე აქციაზე დემონსტრანტების დასაშლელად დასაშვებია. პასუხი ამაზეცაა გასაცემი. ვინაიდან ზოგადად ბრომობენზილციანიდიც არაა აკრძალული. და ვახტანგ გომალაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. საჯარო წყაროებით იძებნება ქიმიური საწარმოები, რომლებშიც ყიდიან ამ ნივთიერებას. იყენებენ ინდუსტრიაში, თუმცა კერძო პირები და არალიცენზირებული ორგანიზაციები მას ვერ იყიდიან. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყიდველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზიები, ნებართვები და შესაბამისი უსაფრთხო ინფრასტრუქტურაც. გადასატანად თუ შესაბამისი
სანახად. არ დასჭირდა გამოძიება იმის თქმას, რომ აი ეს ქიმიური ნივთიერება, რომელიც წყალში იყო გარეული, არ იყო კამიტი. თუმცა გამოძიება სჭირდება იმის თქმას, რა ნივთიერება არის ეს. რატომ სჭირდება გამოძიება ამას? მე შევისყიდე რაღაც, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა შევისყიდე 10 სხვადასხვა ტიპის ნივთიერება შევეცი. მაგრამ ამ 10 ნივთიერებიდან რა იყო გამოყენებული? ვინმე სიტყვაზე უნდა ვენდოთ? არა, რაც გამარჯობა, მაგას ვამბობ, უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. რატომ არ აქვეყნებს ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო დოკუმენტაციას? შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კითხვებს არ პასუხობს. იცით თუ არა რა ნივთიერება გაურიეთ წყალში? იცით თუ არა რა ნივთიერება გაურიეს წყალში ნოემბერ-დეკემბერში? იცით თუ არა რა ნივთიერება აი, შეიძლება მე დავსვა? იცით თუ არა რა აი, მოდი დავასრულებ. იცით თუ არა რა ნივთიერება გაურიეთ წყალში ნოემბერ-დეკემბერში აქციების დროს? შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იყენებს ყველა იმ საშუალებას, რაც არის კანონით გათვალისწინებული და იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც გათვალისწინებულია. არა მეკითხეთ. იცით რა ნივთიერება, რა ქვია? იცით კონკრეტულ ნივთიერებას იცით და არ ამბობ? მინარევს გამოძიება, ყველა საჭირო მტკიცებულება წარდგენილი იქნება გამოძიების წინააღმდეგ და საზოგადოება გაიგებს სრულ სიმართლეს. ეს არის ჩემი კომენტარი და რამდენჯერაც დამისვობთ იგივეს კითხვას. თუ დავუშვებთ, რომ გამოძიება ახლა ადგენს რა ქიმიური ნივთიერება შეურიეს წყალს. ეს ნიშნავს, რომ პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ნივთიერება, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენ და რატომ დასჭირდა წყლის ჭაუში ქიმიური აგენტების დამატება. ასეთი დაშვებული ნივთიერებების გამოყენების ამოცანა კანონმდებლობით, სოფლიო სტანდარტით არის ერთადერთი, რომ შენ მიიღო დაზიანება ჯანმრთელობის, ოღონდ მსუბუქი დაზიანება და დროებით, რომ არ დაბრუნდე აქციას. რაც შეეხება სხვას, თუ ასეთ რამეს ქონდა. მსუბუქი დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია. მესმის მე გეუბნებით არა იურიდიული ტერმინებით, არამედ განმარტებით. ადამიანურად, რომ ადამიანმა გაიგოს რას გულისხმობ. თუ დადასტურდება, რომ აქციაზე აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ იქნება. როგორ გეკადრებათ? თეორიულადაც რო დაუშვათ, აქ არაფერ შუაში არ არის. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, ხო? 2009 წელს გარკვეული ფხვნილი, გამხსნელი ფხვნილი შეიძინა ვანო მერაბიშვილმა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვისაუბროთ გადამოწმების ვალდებულებაზე, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, თეორიულად ასეთ შემთხვევაში, ეს არის რა თქმა უნდა ვანო მერაბიშვილი, იმიტომ რომ შეგნებულად კონკრეტული ფხვნილი გამოდის, რომ შეუძენია თუ ასეთი რამ დადგინდება. ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ცნობას 2009 წელს შეძენილი ქიმიური ნივთიერებების შესახებ. გამოძიებას სუსი ატარებს. მათ უნდა დაარწმუნონ საზოგადოება, რომ დაშვებული ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდა ისუხნიათ. მე თვითონაც დავაძალებ ჩემ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული დაასანქციოს კი არა, დააპატიმროს დაუყოვნებლივ. პარალელურად ქართული ოცნება BBC-ს საჩივრით ემუქრება. საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვენ დემონსტრანტები. ისინი, ვინც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაშლაში მოყნენ, ამბობენ, რომ დღემდე აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებსაც ამ მოვლენებს უკავშირებენ. რადიო თავისუფლება წყლის ჭავლისა და სხვა სპეცსაშუალებებით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებსა და გვერდით ეფექტებზე ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში წერდა. მოითხოვდა გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების სიასაც. პასუხები 1 წლის თავზეც არ მიგვიღია.